მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით გიგა გორჯელაძე, გიორგი გურჩიანი, ტრადიციულად ვართ ისევ და ისევ ბირჟა თბილისის ბაზაზე. მოკლედ ახლა მარტივად გეტყვით რა არის დღევანდელი ჩვენი დისკუსიის მთავარი საგანი. როგორც იცით, უკვე დაახმარებდა არასამთავრობო ორგანიზაცია კამიტონი საქართველოს სამსახურში. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ლუდომანიისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა ამავდროულად ჩვენი მიზანი არის საზოგადოებას ვესაუბროთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება იყოს საინტერესო საზოგადოებისათვის. და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში კონკრეტული პასუხები გავცეთ ამ პასუხგაუცემელ კითხვებს. როგორც იცით, გიორგი არის აფხაზეთიდან დევნილი, სოხუმელი და ცოტა ხნის წინ მომმართა თხოვნით, უნდა აინტერესებდა ცოტა მეტი ინფორმაცია გაეგო კონფედერაციასთან და ფედერაციასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არის ახლა საუბრები თითქოს აფხაზეთთან კონფედერაციის შექმნის, ფედერაციის შექმნის. საუბრები კი არ არის, რაღაცა არის განცდები. განცდები არის, რამდენადაც ვიცით და მინდოდა გიორგისთვის მეპასუხა და ამავდროულად მე დავფიქრეთ, რომ შეიძლება ბევრ დევნილს აინტერესებდეს ეს საკითხები და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ დღეს ეს თემა უნდა გავშალოთ მეტნაკლებად. ზოგადად რა არის კონფედერაცია, რა არის ფედერაცია, რა არის ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, იმიტომ რომ ყველა ვიცით, აფხაზეთი არის საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი და რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები. გარდა ამისა, მიმოვიხილავთ იმ შიდა დინებებს, რაც გიორგი მუკეთიცის, რაც აფხაზეთში არის უკვე დაწყებული პოლიტიკურ დინებებს, რაც შეიძლება საინტერესო იყოს ჩვენთვის და მოკლედ ამ თემებს შევეხებით დღეს ძირითადად. ბატონო, გიგა დიდი მადლობა, ყველას მოგესალმებით. პირველ რიგში რითია გამოწვეული ეს ჩვენ ხო აფხაზეთიდან სამეგობრო სანათესავო გროვდებით და მიდის ამაზე ლაპარაკი. თავისთავად ჩვენ არც ერთს არ ვეუხრობთ არც კონფედერაციას, არც ფედერაციას, მაგრამ რადგან არის ეს ლაპარაკი, მე მთავრობისგან არ გამიგია, რომ არის რაღაცა შეთავაზება ამაზე, მაგრამ რადგან რადგან არის ეს გავმარტოთ და კიდე ბევრი საკითხებია, რომელიც ჩვენ ნელ-ნელა გავმარტავთ სხვადასხვა გადაცემაში, მაგრამ დღეს ამაზე ვილაპარაკოთ, ხო? რასაც ქვია აფხაზეთში რა პროცესები მიდის, გუშინ იყო არჩევნები. რა ვიცი, არალეგიტიმურია ჩვენთვის ეს არჩევნები, მოიგო ხო პრორუსულმა კანდიდატმა, ასე რომ ვთქვათ. ვერ ხვდები რა პროცესები მიდის. თავარია რომ ჩვენ რაღაცნაირად უნდა შევრიგდეთ. მე ასე ვფიქრობ, რომ არ მინდა ომი რო იყოს, იმიტომ რომ ვიცით რა არის ეს ომი და ძალიან ცუდია, იმიტომ რომ მე ყოველთვის ერთი და იგივეს ვიძახი, რომ მე არ მინდა ჩემაშვილმა რო იომოს, მე არ მინდა რომ მეო ვიომო, თავისთავად მე არ მინდა რომ ის წინააღმდეგ ხო ძმების თავისთავად. ხო და არის ესეთი პროცესები და ვილაპარაკოთ მაშინ, მოდი დაიწყე შენ როგორც განათლებული ადამიანი, ჩემ მინიმალური კომპეტენციის ფარგლებში ცხადია. მოკლედ სწორად აღნიშნეთ გიორგი, ჩვენ არც ფედერაცია გვაწყობს, არც კონფედერაცია არ გვაწყობს, იმიტომ რომ აფხაზეთი არის საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი. ასევე ჩვენ ტერიტორიის ავტონომიური ოლქი არის, ხო? აჭარა და ზუსტად იმ ფარგლებში, რაც აქვს აჭარას ფართო ავტონომია, და სამაჩაბლო. და სამაჩაბლო ავტონომიური ოლქი როგორც ესეთი არ არის, იყო, მაგრამ არ არის. ამ ეტაპზე ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით არის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები. რას გულისხმობს კონფედერაცია? კონფედერაცია არის ძალიან განსხვავებული ფედერაციისაგან, რაც გულისხმობს რას, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო სუვერენიტეტს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. სახელმწიფოები რიგ საკითხებთან დაკავშირებით თანხმდებიან და გადაწყვეტენ, რომ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოები თანხმდებიან და გადაწყვეტენ, რომ შექმნან კონფედერაციული ერთიანი სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს რეკომენდატორი მთავრობები, ასე რომ ვთქვათ, ცალკე ცენტრალიზებული ორგანო, როგორც ასეთი სამთავრობო და მმართველობით ფუნქციების განხორციელებული ორგანო, ბევრ სახელმწიფოს, ორ სახელმწიფოს ამბებს არ ჰყავს. ხო, შესაბამისად, ეს თუ ჩვენ გადავწყვეტ მაგალითად და დარწმუნებული ვარ, რომ არასდროს გადავწყვეტ აფხაზეთთან კონფედერაციის შექმნას, ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უკვე ვაღიარებთ აფხაზეთის სუვერენიტეტს, რაც არასდროს მოხდება, ხო? იმიტომ რომ აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის, საქართველოს განუყოფელი ტერიტორიული ერთეულია. ასეთ შემთხვევაში რა არის ცალსახადად მნიშვნელოვანი? სახელმწიფოები თანხმდებიან პოლიტიკურ შეთანხმებას აკეთებენ, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე თანხმდებიან, მაგრამ ორივე სახელმწიფოს ჰყავს თავისი მთავრობა, რომელიც თავის საგარეო და საშინაო პოლიტიკას დამოუკიდებლად ახორციელებს და რიგ საკითხებზე, სადაც ინტერესთა გადაკვეთა აქვს, ამ შემთხვევაში ისინი თანამშრომლობენ. ცხადია, ორივე სახელმწიფოს აქვს თავისი კანონმდებლობა, თავისი პოლიტიკა რიგ საკითხებთან დაკავშირებით
და ამ მიმართულებით კონსტიტუცია ცხადია. თუ ერთი კონსტიტუციის ქვეშ არა, ორივე სახელმწიფო არის დამოუკიდებელი, ისინი უბრალოდ შინაარსობრივად თანამშრომლობენ. ასეთი მაგალითები იყო, მაგალითად ეხლა რო გავიხსენოთ, შვეიცარიას ჰქონდა კონფედერაცია თავის დროზე, გერმანიასაც ჰქონდა თუ ზუსტად მახსოვს. საინტერესო იყო აფხაზეთის კი არის. შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომის დროს სამხრეთის 11-მა შტატმა შექმნა კონფედერაცია და ჩრდილოეთის წინააღმდეგ იბრძოდა სულ 4 წელი გაგრძელდა ეს კონფედერაციული შტატები და საბოლოო ჯამში დაიშალა და შემდეგ ამერიკაც ჩამოყალიბდა უკვე ფედერაციულ სახელმწიფოდ, ხო? ფედერაციული სახელმწიფო კონფედერაციასთან შედარებით ჩვენთვის, ჩემი განმოსახედიდან, ბევრად უფრო მისაღებია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფედერაცია რა არის, ხო? ერთი ცენტრი. ჩვენ ახლა ფედერაციაზე გადავედით. ხო, ფედერაციაზე. აი, თავი განსხვავება რომ ვთქვათ, კონფედერაციის ნაწილში სახელმწიფო სუვერენიტეტი არის გადამწყვეტი. ნებისმიერი სახელმწიფო, ვინც გადაწყვეტ სახელმწიფოები რომ იყვნენ კონფედერაციის ნაწილი, ისინი თავისუფალნი არიან, თავიანთი სახელმწიფო ორგანოები აქვთ. კონფედერაციის მთავრობა ასე უხეშად რო დავარქვათ, ხო? მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და უნდა გაითვალისწინებს კონკრეტული სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას, უნდა არ გაითვალისწინებს. ახლა რაც შეეხება, მოდი ამოვწუროთ. მოდი ამოვწუროთ, ჩემისთან აი მე შეკითხები მაქვს, ჩემისთან აგლეხა. დასეკნება ჩემი. უყურე თვითონ ვალუტა, რა ვალუტა კონფედერაციის დროს, რა ვალუტა მოძრაობს? კიდე თქვა სიტყვაზე ვთქვა აფხაზეთში თუ ამ მოვაწერეთ ხელი, ლარია თუ თვითონ ირჩევენ თავის ვალუტას. ეს არის ამ სახელმწიფოთა შორის შეთანხმების საგანი. შეიძლება იყოს ერთიანი ვალუტა, შეიძლება არ იყოს ერთიანი ვალუტა, ხო? ეს გააჩნია რა შეთანხმება იქნება ამ სახელმწიფოებს შორის, მაგრამ კიდევ ერთხელ ნათლად რომ განმარტოთ, კონფედერაცია აფხაზეთთან ეს ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს. დამოუკიდებლობისგან რითი განსხვავდება კონფედერაცია? პრაქტიკულად არაფრისგან. არის ცალსახად ორი მთავრობა, ორი ინტერესია, ორი სახელმწიფოა, მაგრამ ამათ აქ შინაარსობრივი თანხმება, რომ რაღაც საერთო მიზნის მისაღწევად საზღვარი ღია. ხო. ესე თქმა უნდა შეთანხმების საგანი შეიძლება იყოს, მაგრამ კონფედერაცია ღია საზღვრის გარეშე ცოტა გარკვეული იქნება. აი მაგალითად მე ქართველი ვცხოვრობ აფხაზეთში, ასე რომ ვთქვათ, სადაც კონფედერაციაა, ხო? ასე მოვალაპარაკებით და არჩევნებზე მე როგორც საქართველოს მოქალაქე ვარ იქ, ხო? და მე შემიძლია როგორც აფხაზ შეუძლია იყოს იქ რა ვიცი პრეზიდენტია თუ მართლა იქ ვინ იქნება? პრეზიდენტი იქნება თუ გუბერნატორი იქნება თუ აი ჩვენ გვეყოლება ჩვენი მთავრობა, როგორც არის დღეს საქართველოს სახელმწიფო მოწყობილი პრეზიდენტი იქნება და აფხაზეთში. არა. მე აფხაზეთში როგორ იქნება? აფხაზეთში ეს თავიანთი დე-ფაქტო ხელისუფლება რასაც უწოდებს ახლა, ხო, თავის პრეზიდენტს. არა, ჩვენ მაგათად მოვაწერეთ კონფედერაციას ხელი. აი მაშინ როგორ ხდება? ეს შეთანხმების საგანი, მაშინ რჩება, მაშინ უნდა ვაღიაროთ ჩვენ, რომ აფხაზეთი ცალკე სახელმწიფო, ცალკე სუვერენიტეტი აქვს, თავიანთი პრეზიდენტი ყავთ და იმათ თავიანთი პრეზიდენტი ეყოლებათ. ჩვენი იურისდიქცია აბსოლუტურად. კარგია, მაშინ ისე მინდა რაღაცეები რომ ამოვწურო. უყურე, ესე იგი, მე როგორც გავიგე, ხო? მე ვარ საქართველოს მოქალაქე. ცხოვრობ აფხაზეთში, ხო? საქართველოს და აფხაზეთს აქვს ხელშეკრულება, კონფედერაციული და რაღაცა და მე არჩევნებზე შემიძლია რეფერენდუმი მოვითხოვო? თქვენ აფხაზეთის მოქალაქე ხართ ამ შემთხვევაში? ნუ აფხაზეთის მოქალაქე ხო უნდა დაუბრუნდეთ 300,000 ამ კონფედერაციის ფარგლებში თქვენ თუ გექნებათ აფხაზეთის მოქალაქის სტატუსი? აბა როგორ ვიცხოვრებ შემ ინფორმაციას? ნახეთ, ეს ხომ შეთანხმების საგანია. საქართველოშიც ცხოვრობს ისეთი ადამიანები პირობითად, რომლებიც საქართველოს მოქალაქეც არიან და სხვა ქვეყნის მოქალაქეც არიან, ხო? საქართველოს კონსტიტუცია ზოგადად ასე პოზიტიურ დათქმას არ აკეთებს, მაგრამ არის შესაძლებელი, კი, ნახეთ, ხო, არის კონკრეტული სახელმწიფოები, სადაც სახელმწიფოს აქვს დადებული შეთანხმება, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქის სტატუსი არ გააუქმოს კონკრეტულ პირს იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეც არის. არის ასეთი სახელმწიფო. ჩემი შემთხვევა არის, მე ვარ ასე. ნუ ნამდვილად, ხო? ამ შემთხვევაში თუ ეს შეთანხმება იარსებებს, თქვენ იქნებით როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე აფხაზეთის მოქალაქე, მაგრამ როგორც აფხაზეთის მოქალაქეს თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ რეფერენდუმი ამ შემთხვევაში. ესე იგი გამოდის, ასე რომ ვთქვათ, ცუდად რომ ვთქვათ, ნუ აფხაზები არიან დაახლოებით 70,000 ადამიანი. ჩვენ თუ ჩავედით, ვართ სადღაც დაახლოებით 300,000. ხო, ესე იგი გამოდის რომ მაშინ ესეც არ აწყობთ. წესით ესეც არ უნდა აწყობთ. კი, მათ არ აწყობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოების პოზიტიურ მოლოდინებს მე გავახარწყლებდი იმით, რომ ძალიან ბევრი რუსი სარგებლობს აფხაზეთის მოქალაქის სტატუსით. ძალიან ბევრი რუსიც არის და პირიქით გამოდის. ნუ რუსი არ არის, ხო რუსეთის მოქალაქე ჩერქესები არიან. კი, ხო, ადგილები და ჩერქესები. მე არ მგონი აი იმ ეგრეთ წოდებული მოქალაქეების მხარდაჭერა გქონდეს რეფერენდუმში რომ გადავძლიოთ
და ვთქვათ არა ეს ისე ვთქვით რომ ძალიან ცუდი ვარიანტი. ესე იგი გამოდის კონფედერაციას ასე რომ დაუბრუნდეთ. ბევრი რაღაცის შეთანხმებაა საჭირო. იქ არ არის ასე. ესე იგი შეიძლება იმ დონეზე შევთანხმდეთ სიტყვაზე ვამბობ, ხო? ამ კონფედერაციის კანონის ირგვლივ ასე თუ ნაწილში, ხო, რომ ბევრი რაღაცა ჩვენსკენ წამოვიღოთ. კი. შეგვიძლია, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში ეს არ არის მყარი. მე ისე ვამბობ, ჩვენ წინა თავიდანვე ხაზი გავუშვით ამას. უბრალოდ ვინა რომ რაღაცები ამოვწუროთ, ხო და თქვენ თუ რაღაცა შეკითხვა გექნებათ და მე რაღაცა ხო მოგწერეთ და ჩვენ ამაზე გიპასუხებთ. კარგი, ეს ამოვწირეთ ამ შემთხვევაში ახლა გადავიდეთ ფედერაციაზე, ხო? ფედერაციის ნაწილს რაც შეეხება, ხო? ფედერაცია არის ბევრად უფრო საინტერესო ხელშესახები და როგორ ვთქვა, ალბათ კარგი ჩვენთვის თუ შევადარებთ კონფედერაციას. ამ შემთხვევაში რა ხდება? კონკრეტული ტერიტორიული ერთეულები გადაწყვეტენ რომ გაერთიანდნენ ფედერალურ სახელმწიფოში. ეს არის სახელმწიფო ქვევიდან ზევით, უხეშად რო ვთქვა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ყავთ ცენტრალური ხელისუფლება, მათ აქვთ ფედერალური კანონი, რომელიც არის აუცილებელი და სავალდებულო ყველასათვის. ისინი ირჩევენ ცენტრალურ ხელისუფლებას, ისინი ირჩევენ, თქვათ, საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლებს, რომლებიც მთელი ქვეყნის და საზოგადოების სახელით მიიღებენ მონაწილეობას და ამავდროულად მათ აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ საკუთარი წარმომადგენლებიც ადგილობრივ დონეზე, ფედერაციის დონეზე, ხო? ერთ-ერთეულის დონეზე. ეს შეიძლება ბევრად მისაღები იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის. მარტივად რომ გამოვიდეთ. თუ აფხაზეთი და საქართველო გახდება ფედერალური სახელმწიფო, ეს იქნება საქართველოს ფედერაცია. აფხაზეთი ტრადიციულად, რა თქმა უნდა, იქნება საქართველოს ტერიტორიის გამყოფელი ნაწილი, ის ვალდებული იქნება გაატაროს ჩვენი იურისდიქცია, საქართველოს ხელმძღვანელობა, საქართველოს მთავრობა იქნება აფხაზეთის ხელმძღვანელობაში, აფხაზეთის მთავრობაში, თუმცა მათ ეყოლებათ ასევე თავიანთი ხელმძღვანელობა, ხო? გააჩნია ამას რას დავარქმევთ? ავტონომიასთან ახლოს არის. ხო, ავტონომიასთან ახლოს არის, თუმცა ეს არის ცოტა უფრო მეტად ფართო ავტონომია, იმიტომ რომ შეიძლება ფედერაციის დონეზე ფედერალურმა ერთეულმა დააწესოს ისეთი კანონი, რომელიც შეიძლება გათვალისწინებული არ არის ფედერალური კანონის დონეზე, მაგრამ არც ეწინააღმდეგება, ხო? ასეთ შემთხვევაში ეს ბევრად უფრო მისაღებია ვიდრე კონფედერაცია. აქ ბუდიში აქ უფრო გამარტე, აქ მე ცოტა ვერ გამოვიდი, ხო. არის მაგალითად რიგი კანონები, რომელიც ფედერალურ დონეზე, ცენტრალურ დონეზე მიღებული არის. და ამ შემთხვევაში საქართველოში, თბილისში. ხო, პირობითად ცენტრში თბილისში არ არის მიღებული. ამ შემთხვევაში ფედერალურ მთავრობას, ანუ როგორ ვთქვათ, კონკრეტული რეგიონის ხელმძღვანელობას, ადგილობრივ ხელმძღვანელობას აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის ფედერალურ მთავრობასთან. ეხლა რომ ვთქვათ, აი ასეთი ძალიან კარგი მაგალითია ამერიკის შტატები, ხო? მეც მომივიდა ხელად. რომ ამერიკის შტატები არის ძალიან კარგი მაგალითი, ეს არის მსოფლიოს ზე სახელმწიფო, რომელიც არის ცნობილი დემოკრატიული პროცესების გამგზავრებაში, ხო? სად თუ არა ამერიკაში ეს ყველაზე ნათლად ჩანს, რომ მათ ამერიკელებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ ფედერალური მთავრობა, ანუ პრეზიდენტი აირჩიონ, მის გუნდს მხარდაჭერა გამოუცხადონ, კონგრესი აირჩიონ, სენატი აირჩიონ, ხო? მაგრამ აქვთ იმისი შესაძლებლობა, რომ აირჩიონ გუბერნატორები. ამერიკაში ძალიან კარგი მოდელია, რაც ძალიან მომწონს მოსამართლეების არჩევის პრინციპი, გენერალური პროკურორების არჩევის პრინციპი, ხო? აი ამ ყველაფერში არიან თავისუფალი და სხვა შორის არის. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არის სიკვდილის დასჯა. როგორც ფედერალური კანონი, მაგრამ იდეაში ეს არ არის ფედერალური კანონი, რამოდენიმე შტატია მხოლოდ, რომელიც ისევ და ისევ ამ სიკვდილის დასჯის კანონს იყენებს და ახორციელებს. ეს როგორც ასეთი ფედერალური კანონი ყველა შტატში აუცილებელი არ არის, ხო? ეს არის ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი, როგორ მუშაობს ფედერაცია. ჩვენ შემთხვევაში დაგეთანხმებით აუცილებლად, რომ ეს ძალიან გავს ავტონომიას, თუმცა ამ შემთხვევაში ავტონომია უფრო მეტად ცენტრალიზებულია. მაგალითად, ჩვენ როგორ გვაქვს, ხო? პირობითად რო ავიღოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, საიდანაც მეულდა დიდი მოკითხვა და სიყვარული ჩვენს აჭარებს, ხო? აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემსგანად. ხო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს, მაგალითად ბატონი გიჟვაძე არის ახლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის ძალიან კარგი ჩამკეტი მექანიზმი. ნახეთ რა კარგად არის დაბალანსებული ცენტრალური მთავრობიდან წარადგენს პრეზიდენტი.
თუმცა კანდიდატის არჩევის უფლება აქვს ადგილობრივ დონეზე არჩეულ უმაღლეს საბჭოს. ამ შემთხვევაში აჭარის უმაღლეს საბჭოს. ეს არის ბრწყინვალე მაგალითი, რომელიც შეიძლება განივცოს აფხაზეთზეც და იდეაშიც აფხაზეთზეც ეს მოქმედებს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, იქ რა პროცესებია, ჩვენ გვყავს აფხაზეთის მთავრობაც, მთავრობის თავმჯდომარეც არჩეულია, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი და დანიშნული, ხო? გამომდინარე აქედან თუ რაიმე ყველაზე ხელშესახები არის ახლა ჩვენთვის, არის აი ეს იმ ავტონომიის ფარგლებში ჩაჯდომა, რაც ახლა არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული. მე მახსოვს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი აგვისტოს ომამდე ცოტა ახლოს, მაშინ დებდა პირობას და კარგი იქნებოდა ეს ნამდვილად ყოფილიყო, რომ საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობით აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას თავაზობდა ევროპული სტანდარტების ფართო ავტონომიას. რომლის ეს კიდე სხვა რაღაცა. ეს ხო, ანუ ეს იყო უფრო შეთანხმების საგანი, რა დონეზეც გადაწყდებოდა მაშინ თანამშრომლობა აფხაზეთის მაშინ. სადაც კოსტად კონფედერაციის მაგალითზე რო თქვა შეთანხმების ხო, შეთანხმების საგანი იქნებოდა, მაგრამ ეს ფართო ავტონომია ზოგადად ასეთ, როდესაც ცენტრალური ხელისუფლებისგან არის შეთავაზებული, ეს ყოველთვის პოზიტიურია. ადგილობრივი ხალხებისთვის, ცენტრალური მთავრობისთვისაც არის პოზიტიური იმიტომ რომ მას აქვს შესაძლებლობა კონტროლის მექანიზმები დაიდოვოს, რაც კარგია და მეორეს მხრივ იმაზე ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობებს აძლევს ადგილობრივ ხელისუფლებას და ადგილობრივ ხალხს, ვიდრე თქვათ ჩვეულებრივი ავტონომიის ფარგლებში. ფართო ავტონომია თუ არ ვცდები არის გამყურებული კატალონიის ვარიანტში, ესპანეთმა მისცა ფართო ავტონომია და იგივე პირობებს თავაზობდა მაშინდელი პრეზიდენტი აფხაზეთის წარმოადგენს, რაც იქნებოდა ბრწყინვალე. აი ამ ყველაფერ დათმობაზე რომ წამოვიდნენ, იმიტომ რომ ეს კარგი შანსი იყო, რომ ჩვენ გვქონდა კონტროლის მექანიზმები აფხაზეთზე და აი იმათ ბევრად უფრო მეტი მიიღოთ და ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიაზე. ხო, საბოლოო ჯამში, აი თავრობების ნაწილზე რომ განვარტოთ ახლა ფედერაციიდან რომ ეტაპობრივად გადავიდეთ იმ მოდელზე, რა მოდელზეც ვართ ჩვენც, ხო? ავტონომიების მოდელზე. აჭარას აქვს კულტურული ავტონომია, რაც გულისხმობს იმას, რომ ვიცით რომ აჭარა დედასამშობლოს დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩამოცილებული, აჭარას აქვს განსაკუთრებულად საინტერესო და საყვარელი კულტურა და აი ამ კულტურულ ნაწილში სახელმწიფო მას მიანიჭა ავტონომია. რაც გამოიხატა იმაში, რომ არის აჭარის მთავრობა, სამინისტროები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, ხო? გამომდინარე აქედან ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ცენტრიდან კი არ განხორციელდეს აჭარის რეგიონის მართვა, არამედ განხორციელდეს ადგილობრივ თვითმმართველობებიც ყველგანა ის უფრო ბევრად აი პარალელი რო ავიღოთ სხვა რეგიონებში თუ არის მაგალითად დანიშნული გუბერნატორები და სახელმწიფო პრემიერ-მინისტრის მწვრთნებულები, აჭარაში უფრო მყარი სტანდარტებით არის დანიშნული და არჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. იგივე ვარიანტი ვრცელდება ცხადია აფხაზეთის მთავრობაზეც. მე კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ეს მოდელი ჩემის აზრით არის ყველაზე ხელშესახები, ყველაზე ლოგიკური და ყველაზე კარგი. იმიტომ რომ მე ხა აჭარაში ცხოვრების პერიოდში მქონდა სხვადასხვა შეხებები და მე ვიცი რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების მართვა. და აჭარის მოდელი არის ზოგადად აჭარის რევოლუციის მერე განსაკუთრებით, ხო, სენსიტიური საკითხი იყო და აჭარის მოდელი არის ყველაზე ბრწყინვალე მაგალითი, როგორ უნდა იმართოს ავტონომიური რესპუბლიკა. ხო და იგივე ვარიანტს ვისურვებდი აფხაზეთისთვისაც. აი მე მაგალითად აჭარის შემთხვევაში შეიძლება კარგი იყოს, იმიტომ რომ ქართველები ცხოვრობენ და ეთნიკურად ქართველები არიან უმეტესობა. აი აფხაზეთში რასაც ქვია, ხო, ეს მაინც ნაღზმზე ვიჯექით, ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, ხო, ეს ასე არის. კარგი, ეს გავიგე, მაგრამ კიდე რა მინდა შეეკითხო, იცი, აი ბიუჯეტზე რა ხდება კონფედერაცია და ფედერაციას დროს მოდის აქეთ ფული თბილისში თუ ადგილზე რჩება. თუ ესეც მოლაპარაკების საგანი. კონფედერაციის შემთხვევაში ეს არის მოლაპარაკების საგანი, როგორ გადაწყვეტენ სახელმწიფოები, თუმცა თუ მათ აქვს საერთო ინტერესები, ცხადია, როგორც ეს არის დაშვებული, რომ კონფედერაციები თანამშრომლობენ აი ამ ნაწილში, რაც შეეხება ფედერაციას, არის ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც კონკრეტულ რეფერენდუმებს აძლევს, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ხელისუფლებას, რომლებიც ახორციელებენ ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ მმართველობით ღონისძიებებს, ამავდროულად არის შემთხვევები, როდესაც ფედერაცია ცენტრალურ ბიუჯეტში ხაზინაში გზავნის კონკრეტულ გადასახადებს, მაგრამ ნაწილს თავისთვის თვითონებს და აი ამას გამოიყენებს ხოლმე საკუთარი მმართველობითი ღონისძიების განსახორციელებლად და ძირითადად ეს არის რა, მარტივი მოდელია, როგორც აი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ხო, მაგალითად
როგორც ხდება ან ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე იგივე რო ავიღოთ ფედერაციის ნაწილი, იმიტომ რომ ფედერაცია ბევრად განსხვავებული შეიძლება იყოს ეს ყველა ქვეყნის კონსტიტუციის განაწილების საგანია უბრალოდ, მაგრამ აი როგორც არის მაგალითად ფართო ავტონომიის ან ჩვეულებრივი ავტონომიის შემთხვევაში და ადგილობრივი თვითმმართველობის ნაწილში არის კონკრეტული ოლქი, რომელსაც აქვს საკუთარი ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტის განკარგვას ის საკუთარი წარმომადგენლობითი ორგანოების დახმარებით ახორციელებს და შემდეგ თუ საჭიროება შეიქმნა ცენტრალური ხელისუფლებისაგან იღებს ბიუჯეტებს და რეფერალებს. მაგალითად თუ არის დიდი პროექტები, რომელიც აუცილებელია რომ დაუკავშირდეს ცენტრალურ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის გარშემო პრაქტიკულად ვერ განხორციელდება, ასეთ პროექტებს ახორციელებს ცენტრალური ხელისუფლება. ნუ თავისთავად მე სამაჩაბლოდ არ ვთქვი რომ ვიღაცას არ ეგონოს რომ ჩვენ სამაჩაბლოზე არ ვფიქრობ და აღნერულობ თავისთავად ისევე როგორც აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი როგორც სხვა ტერიტორიები, მაგრამ სამწუხაროდ მე სიტყვა მინდა იცი გიგა უნდა დავბრუნდეთ მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ ცოცხალი. იმიტომ რომ მე შეიძლება ბევრი რაღაცა დაივიწყოს ჩვენმა მოთავობამ ვერ მივხვდნენ რა მაგარი ადგილები წაგვართვეს იმედია დროებით. ალბათ წინ არაფერი არ უდგას მეგობრობა, სიყვარულს, გასაგებია რომ მოხდა რაც მოხდა. მე არ უნდა დაშაულებ ჩვენ მხარეს, არ უნდა დაშაულებ იქით ამ მხარეს. ეს იყო სპეციალურად გაკეთებული მე ასე ვფიქრობ. ვიღაცის სხვის ინტერესში იყო, ვისაც დღესაც არ უნდა ჩვენი შერიგება. რა ვიცი, ალბათ ყოველთვის ჯობია იყოს სიმშვიდე, იყოს მეგობრობა. მე მაგალითად ძალიან გული მწყდება, რომ ეს ადგილი ვერ ვითარდება. მე არ ვარ თუდად განწყობილი აფხაზებზე. კი, გასაგებია რომ ბევრი ნათესავი დამეუღუპა. მესმის. ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ. მართლა მენატრება სახში ყოფნა, ახლა უფრო და უფრო დიდი ხდები, უფრო მინდა სახში დაბრუნება მაგ მე ვიდეოში ნათქვამი რომ ვერ ვიპოვე ჩემი სახლი. კი, ემიგრაციაში ვიცხოვრე, იქაც, აქაც ვარ დღეს ჩამოსული, უკვე მე-4 წელია საქართველოში ვარ და ვერ ვიპოვე ჩემი სახლი და მინდა დავუბრუნდე. და რა ვიცი. მინდა რომ გიმასპინძლოთ. აუცილებლად. მინდა რომ გიმასპინძლოთ. კარგი, მოდი ახლა ორი სიტყვით შევეხოთ იმას თუ რა გეგმები გვაქვს, კიდე რა მინდა რომ განვიხილოთ. მეგობრებო, რაღაცნაირად იყავით ჩვენს გვერდით, მოგწერეთ ახლა რადგან ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ, ისევ და ისევ კომენტარებში. თუ გინდათ სტუმრად მოსვლა, გაინტერესებთ ჩვენთან ერთად გვეწვიეთ. ხო, გვეწვიეთ, დიდი სიამოვნებით. მართლა ეს არის გულიდან გამომდინარე თუ რამეს ვაკეთებთ. ჩემო მეგობრებო, გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყველაფრისთვის.